პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მოგესალმებით. მე გახლავ ვარ ზაზახატიაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი და წარმოგიდგენთ ჩემს მორიგ საავტორო გადაცემას. პატივცემულო მეგობრებო, დღეს მე წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ საქმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ერთ-ერთ ყველაზე პოლიტიზირებულ საქმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ერთ-ერთ ყველაზე ძიმე საქმეს, რომელზედაც მიმდინარეობს ჩემი აზრით პოლიტიკური მართლმსაჯულება. ეს არის დები ქაჯაიების საქმე. მე მინდა მოკლე რაკურსი გავაკეთო 2012 წლიდან, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, დადო 3-4 ძირითადი პირობა. ქვეყანაში იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულება, გვექნებოდა სამართლიანი სასამართლო, გვეყოლებოდნენ ისეთი პროკურორები, რომლებიც ადამიანების წინააღმდეგ არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას შეკერილი საქმეებით, როგორც ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაემიჯნებოდა ახალი ხელისუფლება, ბიზნესის ტერორს და ასე შემდეგ. დები ქაჯაიების საქმემ რა გვაჩვენა? საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოში მიმდინარეობს ბიზნეს შევიწროება და ჩემი აზრით ეს უფრო გავს ბიზნეს ტერორს. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი არის ამ ორ მშვენიერ ქალბატონთა მიმართებაში დარღვეული და ივანიშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ალეკო ივანიშვილი, იკვეთება როგორც ფიგურანტი და დაინტერესებული მხარე მოქმედ საქმესთან მიმართებაში. მე არ მახსოვს პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, რომ სააკაშვილის ძმა, ან თქვათ შევარდნაძის ძმა, ან რომელიმე ოჯახის წევრი დგარიყოს გარკვეული ჯგუფის გვერდით, რომელიც ცდილობდა ჟარგონულად რო ვთქვათ, ბიზნესის ახევას ორ წესიერ ახალგაზრდა ადამიანზე. მე მინდა პატივცემულო ქალბატონებო მოგესალმოთ. დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩემთან გადაცემაში. სანამ კითხვაზე გადმოვალ თქვენთან და კითხვას დაგისვავთ, მე მინდა გავიხსენო, ანა, შენ ხარ სახელმწიფო ნოტარიუსი 15 წლის განმავლობაში. გავიხსენო ის დრო, როდესაც ღამის ნოტარიუსების გამოყენებით სააკაშვილის რეჟიმი აფორმებდა ქონებებს სხვადასხვა ჩემთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელი მეთოდებით. მე მახსოვს, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, გამოაცხადა, რომ პროკურატურას მომართეთ განცხადებითო და დადგა 20,000 კაციანი რიგი და ყველა საქმე იქნება გამოძიებულიო. შემდეგ წულუკიანმა მისწერა ყველა ადამიანს, ხარვეს დამდგენ კომისია შეიქმნებაო და ყველას გეშველებათო. ერთი წლის შემდეგ ამ საწოდაებს მიწერეს წერილი, რომ ხარვეს დამდგენ კომისიას აღარ ქმნითო და მიმართეთ პროკურატურას და ხალხი, რომელიც უჩიოდა პროკურორებს, ამ პროკურორებს დააწერეს მათი განცხადება. ეხლა მე რატომ მახსოვს, ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ეს 20,000 კაცი დაიძრა ადვოკატთა ასოციაციისკენ და მეუბნებიან, ბატონო და რა ვქნათ? მე პირველი ვიყავ, ვინც ხმა მოვიღე და ვთქვი, რომ საქართველოში იქნებოდა ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ 2013 წელს არავინ არ დამიჯერა, არავინ არ დამიდგა გვერდში და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ანა. დიახ. 2012 წელს შენ იყავი 23 წლის პატარა გოგო. დიახ. ნოტარიუსად იყო დანიშნული რამოდენიმე თვის განმავლობაში, გაემიჯნე ღამის ნოტარიუსების პოლიტიკას, ღიად გამოხვედი, მაშინ დაუჭირე მხარი ივანიშვილს და თქვი, რომ ჩემთვის მიუღებელია ვიყო ღამის ნოტარიუსი, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა შენ ღამის ნოტარიუსობა ვერ გაგიბედა. იმიტომ იცოდნენ, რომ შენთან მიმართებაში ექნებოდათ დიდი წინააღმდეგობა. დღეს ანა, შენ შემოგივარდნენ ოფისში, ადამიანს, რომელიც იყავი დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეზე. ჩატარდა ჩხრეკვა სამართლებრივად მიუღებელი მეთოდებით. არესტრებოდა სანოტარო პალატის წარმომადგენელი, არ იყო საქმის გულში იუსტიციის სამინისტრო და ძალიან არც თუ ისე სახარბიელო მეთოდებით მოიქცნენ ის ადამიანები, ვინ ჩხრეკვა ჩაატარა.
მაინტერესებს დღეს ანა ქაჯაია 15 წლიანი სანოტარო გამოცდილებით. რას გრძნობ, რას ფიქრობ, სად ვართ, რა მოხდა შენთან მიმართებაში და არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული პრინციპი შენთან მიმართებაში დაცული. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ფართო საზოგადოებას. ბოლო რამდენიმე კვირა მართლა ჩვენთვის ძალიან მძიმე საკითხებზე გვიწევს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ინფორმირება. მაგრამ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გახართ სიმართლის მხარეს, როგორც ყოველთვის და ემსახურებით ჩვენს სახელმწიფოში ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვამბობდით, რომ საქართველოს განვითარების გზაზე მდგარი ქვეყანა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ გასავითარებელი სახელმწიფო სისტემის სადარაჯოზე გახართ და რომ არა თქვენ და თქვენნაირი ღირსეული უფლებადამცველები ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ რიგით ადამიანებს ძალიან გაგვიჭირდებოდა, სუნთქვაც კი ალბათ ჰაერიც მოზომილად გვექნებოდა და ის რესურსები, რომელიც ბუნებრივად ჩვენს მიწა-წყალზე გვეკუთვნის, რომ ნამდვილად ვისარგებლოთ და გაგვაჩნდეს. დიდი მადლობა თქვენი პირველ რიგში მოქალაქეობრივი პოზიციისთვის და შემდგომ თქვენ როგორც უფლებადამცველს, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიხედეთ ამ საქმეში და იზიარებთ რა ჩვენს მძიმე მდგომარეობასაც და ასევე როგორც იურიდიული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობასაც. რა თქმა უნდა, ეს ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო, ვინაიდან აღმოვაჩინე ერთშვენიერ დღეს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ვცხოვრობდი ისეთ გარემოში, სადაც მეგონა, რომ სახელმწიფო მოხელეები როგორც მინიმუმ ვიქნებოდით დაცულები, თუ არ დავარღვევდით კანონს ბუნებრივია, გვექნებოდა სამართლებრივი გარანტიები, არ ხდებოდი წნეხის და იარაღის საშუალება იმისთვის, რომ ვინმეს ჩვენი მეშვეობით, ჩვენი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში დაეკარგა საკუთრება და დაგვიზიანებინა ამით ადამიანები. ბუნებრივია ის, რაც მე და ჩემს ოჯახს გადაგხვდა, საერთოდ არ უკავშირდება სანიტარო საქმიანობას. ეს ბიზნესის დევნის ინტერესებიდან გამომდინარე დაკვეთით შეასრულა, შემიძლია ამაზე ჩემი მოსაზრება და უამრავი იმ ჩემი უფლებადამცველის მოსაზრებას გათვალისწინებით ვისაუბრო და ვთქვა, რომ ის იყო ნამდვილად დაკვეთით თავდასხმა, სახლში 2 პენსიონერი მშობელი მყავს, ისე რომ საღამოს საათებში შემოცივდნენ, ეს იყო, არ ვიცი, ძალიან მძიმეა ამაზე ჩემთვის საუბარი, როდესაც, რა ვიცი, მიმოფენილია 30-20, არ ვიცი, რამდენი იყო რაოდენობა ამ ადამიანების, შეერაღებული ადამიანებით, ისე იწყება გამოძიება, რომ ერთხელ გამოძიებაზეც არ გეძახის საგამოძიებო უწყება, არც კითხვის თავს ვალდებულად, რომ მოცდეს დროში და ეფექტური გამოძიება, მართლმსაჯულება, რომელიც მხოლოდ არ გულისხმობს სასამართლო მართლმსაჯულებას, მთელი რგოლი, რომელიც ჩართული უნდა იყოს იმისთვის, რომ მართლაც მივაღწიოთ ეფექტურ მართლმსაჯულებას, პირიქით ყველაფერი მიემართა იქითკენ, რომ ყველაფერი ყოფილიყო მოცემულ შემთხვევაში დევნით, წნეხით განპირობებული, ძალიან ბევრი სამართლებრივი გადაცდომები და შეცდომებიც ჩაიდინეს, დაკავების პროცესში არ მოგცეს საშუალება, ახლა ელემენტარულია ეს საკითხი და ყველა მიცის ამას დიდი იურიდიული განათლება არ ჭირდება, რომ როცა გაკავებენ ან გჩხრეკენ სახლში, აუცილებელია იურიდიულ პროცედურას ესწრებოდეს წარმომადგენელი, არ მოგცეს უფლება არც ადვოკატებთან ზარის განხორციელების და ძალიან დიდი ძალისხმევის შემდგომ როგორ შევძელით მათთან დაკავშირება და როგორ მოხერხდა ეს ცალკე საკითხია, თუმცა ჩხრეკაც ისე ჩატარდა, არც მოწმე არ დასწრებია, პროცედურული დარღვევები უამრავია, მათ შორის ჩემს სანოტარო ოფისში, სადაც ვახორციელებდი საქმიანობას, როგორც თქვენ ბრძანეთ, ისე შეცვლიდნენ და ისე გაჩხრიკეს, რომ არც მოცემულ შემთხვევაში არ გაუთვალისწინებიათ უფლებამოსილი პირის დასწრება, რომ იუსტიციის სამინისტრო ყოფილიყო ინფორმირებული, ნოტარიუსთა პალატა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინათ მოცემული ფაქტის შესახებ. ანუ გადაცდომები, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან პროკურატურის დავალებით შესრულდა, სია არის უთვალავი და ვწუხვარ ძალიან ამ რეალობაში, რომ ნამდვილად აღმოჩნდი და გამეღვიძა და
ის რა პათოსითაც 2012 წელს მე და ბევრმა ჩემნაირმა რიგითმა მოქალაქემ ბატონ ბიძინას დაუჭირეთ მხარი იმ იმედით რომ არ გამოგვეცხადებოდნენ ქვეყანაში კეზერაშვილები ბატონო არ გამოგვეცხადებოდნენ ისეთი ადამიანები რომელიც პროკურატურას მხოლოდ საკუთრების მოსაპოვებლად და წნეხისთვის გამოიყენებდნენ და შესაბამისად ეს ჩემი მოლოდინები და ზოგადად საზოგადოების მოლოდინებიც რადიკალურად განსხვავებული იყო თუმცა ეხლა უკვე ყველაფერი შიშველია ხილულია ვხედავთ რა დევნასაც ქონდა ადგილი და რა დონის წნეხი მოაწყვეთ თქვენ და როგორ უკანონო პატიმრებად გვაქციეთ მე და ჩემი და ეს დაზარალებულები რო იყავით დიახ სისხლის სამართლის საქმეში იყავით დაზარალებულები დიახ და დაზარალებულები შემოგივარდნენ სახში დიახ ესე იგი ჩემი ოჯახის წევრების ბიზნესი, სადაც გარკვეული დანაშაული ჩაიდინეს პირთა ჯგუფმა, მიენიჭა დაზარალებული სტატუსი ამ კომპანიას, შესაბამისად ამ კომპანიის პარტნიორები ბუნებრივია სარგებლობენ ამ სტატუსით. მოცემულ საქმეში მე საერთოდ არ ვიცი, როგორც ნოტარიუსი, ისე არანაირ შემხებლობაში არ ვიყავი და არც დღეს არ გახლავართ, ამიტომ ჩემზე დევნა გაცილებით ადრე დაიწყო, ეს გაცილებით დიდი ხნით ადრე მიანიშნებდნენ ჩემს ოჯახის წევრებს რომ ნოტარიუსი ვარ და თუ არ გავჩერდები აუცილებლად ჩემთვის საფრთხის შემცვლელი მოქმედებები შეიძლება გატარდეს. მოგვიანებით ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და ვამხელთ ყველა იმ პირებს, ვინც ჩართული იყვნენ ამ სახის წნეხსა და ზეწოლაში, ნამდვილად როგორც პირდაპირი ფორმით, ასევე ირიბი ფორმით დავადასტურებ ამ ფაქტსაც და შესაბამისად გარკვეული იცით აი რაღაცა შიშნარევი მოლოდინი ჩემს ოჯახს ამასთან დაკავშირებით გააჩნდა. ვინაიდან ნოტარიუსი, როდესაც ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, ის პირველ რიგში იმ სანოტარო აქტებზეა პასუხისმგებელი, რომელსაც ადგენს და ამოწმებს და მოცემულ შემთხვევაში არც ჩემს მიერ დამოწმებული აქტია, არც ჩემი კუთვნილი დოკუმენტია, საერთოდ რის გამო მაქვს ბრალი წარმოუდგენელი ამას სამართლებრივი შეფასება თქვენ იცით რომ განსხვავებული არ შეიძლება მიეცეს. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და საერთოდ არ ვიცი გენერალური პროკურატურის ეს მოქმედება მე ცოტა ლირიული გადახვევა მინდა ეხლა გავაკეთო და შევახსენო საზოგადოებას ჩვენი ქართულ ეროვნული თვითშეგნების საზომის ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელიც მან ანდერძის სახით გაუგზავნა მისი მეუღლის ძმას, ოლღა გურამიშვილის ძმას, მიხეილ გურამიშვილს, სადაც მან შეახსენა, რომ როდესაც საგურამოს ადგილმამულების განაწილეობა მიმდინარეობდა, არ გამოეცხადებინათ ეს საქმე ქაღალდებისა და იურიდიული პირობების გამსაზღვრელ საქმედ და მიუთითა, რომ სინდისი, პატიოსნება და მორალური პასუხისმგებლობა არასდროს დაგავიწყდეს, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა არისო. აი ანდერძი უფრო კარგად იკითხება, მე რომ სიტყვით მოგახსენოთ, რომ აქ ის საუბრობს, რომ არასაქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო, ასევე მოუწოდებს. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა კიდევ არის სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს მასო. ნახეთ ჯერ კიდევ 1898 წელს ჩვენმა ერის მამამ იცოდა ის, რომ ქაღალდზე მნიშვნელოვანი იყო სინდისი. შესაბამისად მიუმართავ პროკურატურას, რომ თქვენს მიერ მომზადებული ქაღალდი, დიახ, ქაღალდი, ამას გერბი რომ აქვს დასმული, იმას არ ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტია, ასევე ის მტკიცებულებები, ეგრეთ წოდებული ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, ეს არ ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტებია, ეს არის ქაღალდები და ამ ქაღალდზე მაღლა პროკურატურამ არ დააყენა არც სინდისი, არც პატიოსნება და არც კეთილსინდისიერება მოცემულ საქმესთან მიმართებაში. რის გამოც ვფიქრობ, რომ ეს საქმე იხილავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ აუცილებლად სამართალს და ის დევნა, რომელიც
რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ შეეხება მხოლოდ ბიზნესს, ეს არ შეეხება მხოლოდ კონკრეტულ ციფრებს, ეს შეეხება ადამიანების ცხოვრების განადგურებას, მოსპობას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რაოდენ ტრაგიკული და მძიმე უნდა ყოფილიყო ჩვენთვის ის ღამე, როდესაც მოულოდნელად თავს დაგვესხნენ სახელმწიფოს სახელით, დიახ, სახელმწიფოს სახელით დაგვესხნენ თავს, დაგვაკავეს, 5 ღამე პატიმრობაში გაგვატარებინეს და უკანონო პატიმრობაში, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ბატონ ზაზა, არ შეიძლება ამ სახელმწიფოში თუ კი ვინმე არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც როგორც მანათობელი შუქი ისე ანათებს, ეს ადამიანები არ ჩავკარგოთ და მათ მადლობა გადაუხადოთ, რომ არა ის მოსამართლე, რომელმაც გაბედა და ამ უკანონობას ხელი არ მოაწერა იმის გამო, რომ მართლაც მტკიცებულებების საქმეში არ არსებობდა. საუბარი მაქვს მოსამართლე დავით კურტანიძეზე, რომელმაც როგორც ღმერთ კაცმა ისე გაბედა და ჩვენ, მე და ჩემი და შიშისგან, დარდისგან, ზეწოლისგან გათანგულები, რომლებიც არ ვიცი საერთოდ როგორ გამოვიყურებოდით, რაზე ვსაუბრობდით, გამოგიშვა სახლში და მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ დაცვის ყველა შესაძლებლობა, ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა და გზები გამოგვეყენებინა და დაცვის შესაბამისი გზა არის, რა თქმა უნდა, სამსაკითხის საჯაროობაც. სხვა ძალიან ბევრი საკითხები მაქვს კიდევ მოსაყოლი, მაგრამ იმის გამო, რომ წინ არის 20 რიცხვის 20 აგვისტოს მიმდინარე სასამართლო პროცესის წინა სასამართლო, ვეცდები, რომ ეს საკითხები შემოვინახო მოგვიანებით შემდგომი ეთერისთვის, ვინაიდან რამე სახის ზეგავლენა სასამართლოს მიმართ არ იყოს და ეს ხელშემშლელი არ აღმოჩნდეს და არ ვიცი, ჩემი გულის წუხილი არა მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც მსგავსი გზა გამოიარეს და ვინც ვერ გაბედეს ამაზე საუბარი და ვინც ვერ გაასაჯაროვა ეს საკითხები და ვწუხვარ ძალიან და მინდა რომ ვისაუბროთ ამის შესახებ ყველამ. ჩემი ოჯახი პოლიტიკურად აქტიური არასდროს არ ყოფილა. შესაბამისად ჩვენ რომელიმე მხარის სათავეში ან ორგანიზებაში ჩართული პირები არ ყოფილვართ. მართლა ძალიან წესიერი მშობლები მყავს, ძალიან წესიერი მამა. ჩვენ წარმოშობით ხობიდან ვართ და ძალიან დიდი შრომა აქვს ჩემ ოჯახს ჩადებული იმაში, რომ ჩვენი სწავლა, განათლება, ჩვენი სწორგზაზე გამოყვანა. 4 უნივერსიტეტი გაყანა დამთავრებული. დიახ, 4 მთელი სიცოცხლე სწავლობდი. დიახ. და 4 უნივერსიტეტი იმიტომ დაამთავრე, რომ ვიღაც ადამიანებთა ჯგუფმა, რომლებიც დგენან უკანონობის უკან, ქსეროასლის საფუძველზე წაგიყენონ ბრალი. ქსეროასლის საფუძველზე ბრალის წაყენება მეგობრებო, რო ავხსნა რას ნიშნავს. აი მაგალითად მე ეხლა შევქმნი დოკუმენტს, ან ხელოვნური ინტელექტით, ან რაიმე დოკუმენტით, შემდეგ უცებ სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდება ეს დოკუმენტი, არ არის წარმოშობის წყარო, ამ დოკუმენტით შემიძლია წაუყენო ბრალი ნებისმიერ ადამიანს ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული და ზაზა ხატიაშვილი დამთავრებული. დიახ. იმიტომ რომ თუ არ არის პირველი დოკუმენტი, ანუ წყარო, ანუ დედანი. დიახ. გამორიცხულია საქმეზე სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. ეს არის 2x2 4 და ასევე თქვენ ახსენეთ მოსამართლე კურტანიძე. მე მინდა ვახსენო სამხარაულის ექსპერტები. დიახ. სამხარაულის ექსპერტებმა ადგენენ და პროკურატურა საქმე გადაუხდეს უკან. ორჯერ მოითხოვეს ექსპერტიზა და უთხრეს რომ ქსეროასლზე ექსპერტიზა არ ტარდება. ეხლა რას აკეთებენ? ეხლა ადგენენ და სამხარაულმა უკან გადმოუხდო. ეხლა ეს უკან გადმოგდებული საქმე სასამართლოში შეიტანეს. დიახ. ანუ და ანა მე წეგან თქვენ ბრძანეთ გამბედაობაზე და ესეთი კითხვა მინდა დაგისვა. თქვენი აზრით, აი მე ყოველთვის ვამბობ ამას. დიახ. აი 250 უკანო დაკავებული პირი ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რომ გაანთავისუფლა პარლამენტმა. დიახ. მათი პროკურორები საბრალდებო სკამზე რომ დაჯდებოდნენ. და დამჯდარი იყვნენ, უпростоრად. შენ დღეს ბრალდებული სტატუსში იქნებოდი? გაბედავდა კიდე რომელიმე პროკურორი იმის გაკეთებას, რომ ქსეროასზე ბრალი წაერდგინა ადამიანისთვის?
ბატონ ზეზა, ვინც სამართალმცოდნეები ვართ, ყველა ვიცით, რომ სამართლის მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ კონკრეტული სასჯელით, რომელიც სასჯელით შეიძლება იქნეს გათვალისწინებული ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, ასევე მას აქვს პრევენციის ხასიათი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დამდგარიყო ამ სახელმწიფოში და ის ჯაჭვი, ის რგოლი სამართლებრივი სისტემის, რომელიც სადმე თუ გაწყდება, შეუძლებელია მისი იქ გაგრძელება და შეკეთება თავიდან. აი ეს ჯაჭვი, რომელიც გავწყვიტეთ სადღაც და პასუხისმგებლობის საკითხი ამ პირების, სახელმწიფო მოხელეების, რომლებიც დევნაში იყვნენ ჩართულები მაშინაც პროკურატურის სახელით, დღეს მათთვის არ აღმოჩნდა ეს შიშის მომგვრელი, პრევენცია ვერ უზრუნველყავით. რა თქმა უნდა, პირველი ნაწილიც ვერ უზრუნველყავით, რომ სათანადოდ ეკოთ პასუხი ჩადენილ უკანონო ქმედებებზე და დღეს რა ფაქტის წინაშე ჩვენ გენერალურმა პროკურატურამ დაგვაყენა, ვფიქრობ, რომ მომავალში, როდესაც და აუცილებლად შეიძლება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა და ეს არ არის შორს დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ის საერთო უკმაყოფილება, ის საერთო ტკივილი, ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება და მიზიარებს მის თავგადასავალს, რამხელა უსამართლობის მსხვერპლი გახდა, როგორ შეავიწროვეს, როგორ ვერ შეძლო საკუთარი უფლებები დაეცვა სათანადოდ და მიყვა იმ დინებას, რომელიც მორევშიც აღმოჩნდა. შესაბამისად, როდესაც სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფოს და პოლიტიკური გარემოს შეცვლაზე გვექნება ყველას ერთხმად პრეტენზია, ეს პირები აუცილებლად აგებენ პასუხს იმის გამო, რა დანაშაულების გადაფარვას, რა შეკვეთით დავალებების განხორციელებას და რა უკანონო დევნებში ჩართვას ჰქონდა მათი ადგილი. პროკურორები პირველ რიგში პასუხისმგებლობას აქ უნდა იზიარებდნენ უშუალოდ საქმის პროკურორებიც და ზედამხედველი პროკურორებიც და გენპროკურორიც ასევე თავის მოადგილესთან ერთად, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კომპეტენტური იყო საამისოდ იმისთვის, რომ ვიდრე ამ საკითხზე დაიწყებდა დევნა, სამართლებრივად შეძლებოდა მას ამ ეგრეთ წოდებული ქაღალდების შეფასება და არა დოკუმენტების. მე მათ დოკუმენტებს არ ვუწოდებ და შეუძლებელია მათ ჩვენ დოკუმენტები უწოდოთ, როგორც აღნიშნე. შესაბამისად, აუცილებელია სამართლებრივი ბრძოლა იმისთვის, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს ამ ქვეყანაში და ის, რომ კავშირი თურმე დღეს პოლიტიკასა და სამართალს, პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის არ არსებობს და ვცდილობთ რაღაცნაირად ამ იარლიყების გამო, ამ კლიშეების გამო გავემიჯნოთ პოლიტიკას, ვფიქრობ, რომ დრო აღარ გავემიჯნოთ პოლიტიკას, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს ბედს, ჩვენს ყოფას, ჩვენს სამართლიან გარემოში ცხოვრებას და ბედნიერებისკენ სწრაფვას. ახლა მე მინდა მიმართო ბიძინა ივანიშვილს. აი თქვენ ხართ ქართულ ბანკის ფლობელი, როგორც საზოგადოებამ ვიცით. პოლიტიკურ სიტუაცია რო შეიცვალოს და ქსეროასლზე დაბეჭდილი დოკუმენტი რომ მოგიტანოს ვიღაცამ და გითხრას რომ 10 მილიარდად შენიდან იყიდა ეს ბანკი. ეს მტკიცებულება არის? აი გეკითხები, ეს მტკიცებულება არის? 2012 წელს რო ბრძანებდი რომ სამართლიანი სახელმწიფო იქნებაო, სამართლიანი სასამართლო იქნებაო, არ არსებობდა საქართველოს ისტორიაში ისეთი განაჩენი, აი რაც მე ვიცი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მოვიდოდა ეს ინფორმაცია, ხო? სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომ ქსეროასლზე თუ არ არსებობდა დედანი, ადამიანს პასუხი ეკო, როცა შენ ხელისუფლება ქსეროასლზე ადამიანებს აძლევს პასუხისმგებაში, იმიტომ რომ ამ ადამიანმა გაბედეს და წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიტიკურ ტერორს, ფინანსურ ტერორს და მიეცით ეს ორი ჩემი აზრით უდანაშაულო ქალბატონი პასუხისმგებაში, შეიძლება ასეთი ქვეყანა შეგექმნათ? 2012 წელს გეთქვა მაშინ რომ ქსეროასლებით დაიჭერდი ხალხს, ვინმე მოგცემდა ხმას? არავინ არ მოგცემდა ხმას, ხო? როდესაც უყურებ გადაცემებს, მე ვიცი რომ უყურებ ელემენტარულად ქართველი ადამიანი ხო ხარ?
შეიძლება რომ ქვეყანაში ისეთი პრეცედენტი შეიქმნას, რომ ქსერუაცლის გამოყენებით ადამიანები პასუხისმგებაში მიცენ. აი ორმა ექსპერტმა სამხარაულში ორჯერ შეიტანა პროკურატურამ გაბედა და იცოდა რომ პოლიტიკური ინტერესი იყო და უთხრა პროკურატურას რომ ქსერუაცლზე ექსპერტიზა არ ჩატარდება. მაინც წავიდა პროკურატურა საქმე შეიტანა სასამართლოში. ეხლა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს რომ ქსერუაცლი დასაშვებათა ცნოს. აი რა სახელმწიფოს ქმნით ხალხო? ხო უნდა დაფიქრდეთ. ეს ხო თქვენ უკან მოგიბრუნდებათ. სააკაშვილისთვის რო გეთქვა დაგიჭერონ და მერაბიშვილისთვის თავში ჩაგარტყავდნენ ჯოხს. მაგრამ დღეს სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაშია, მერაბიშვილმა საკმაოდ დიდი საჩელი მოიხადა. ისტორია ხო უნდა რამეს გეუბნებოდეთ, არ შეიძლება ხალხო დაფიქრდეთ, რაღაცა ნაბიჯს რო დგავთ, ამ ნაბიჯს რა მოყვება ქვეყნისთვის, თქვენთვის, ამას ხო თქვენ ახალგაზრდა თაობა არ გაპატიებთ, როდესაც ნახავენ რომ ქსერუაცლების გამოყენებით ადამიანებს სჭიდით. ჩვენთან სტუმრად იყოფება ქალბატონი ლანა ქაჯაია. იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც გაბედა ბრჭყალებში ვთქვათ და გადაწყვიტა საქართველოში ბიზნესი წარმოება, რადგან იფიქრა, რომ საქართველო იყო სამართლებრივად მზად იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეძლებოდა ბიზნესის წარმოება. მე ლანა დღეს მინდა რა გთხოვოთ, იცით? კონკრეტულად არ ვისაუბროთ არც ერთ ფიგურაზე. იმიტომ რომ მე თვითონ ადვოკატი ვარ და მეორე მხარესაც წარმოადგენენ ადვოკატები. ჩვენ რა მტკიცებულებები მოიპოვეთ, მოდი იმაზე ნუ ვისაუბრებთ. მოდი ვისაუბროთ იმაზე პროკურატურამ რა დაადგინა, რასაც არ აძლევს სამართლების შეფასებას, იმიტომ რომ ჩვენ 100-ჯერ მეტი გვაქვს დადგენილი. მაგრამ მოდი ვისაუბროთ პროკურატურამ რა დაადგინა დღეს, რომ საზოგადოება რომელიც გვიყურებს შეიძლება იფიქროს, რომ აი მე თქვენი ადვოკატი ვარ და გადავწყვიტე თქვენი რეკლამირება. არ მინდა დღეს არავის შევეხო, უბრალოდ შევეხოთ სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რაც პროკურატურამ დაადგინა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მისანამ თქვენ კითხვასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს, აი წინა კითხვას რიტორიკულად მინდა ვუპასუხო. თუ ეს ქალბატონი პროკურორი, რომელმაც აი ამ საბრალდებო დასკვნას ხელი მოაწერა, იქნება ისევ იმ პროკურატურის ნაწილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქსეროასლზე ბრალი დაწეროს. აი თქვენ კითხვას ვუპასუხებ. ის აუცილებლად ბატონი ბიძინა იქნება, ბატონი გიორგი იქნება, რომელიც დღეს პროკურორად ყავს და გენპროკურორს უწოდებთ. ხო, ყველას ბრალს წაუყენებს ეს ქალბატონი და თუ მისი ხელმძღვანელი იქნება კიდე ბატონი რევაზ ბაღაშვილი. ეს აუცილებლად ყველასთან მოვა. შესაბამისად, აი ეს თქვენ რაზეც საუბრობდით, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ეგრეთ წოდებულ 9 წლიან პერიოდში ვახსენეთ და შენი და რატო? იქ ხო პროკურორი მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, თუ ასე ღიად დარჩება ეს საკითხი, ცვლილებები იქნება, რეფორმები იქნება, თუ ნებისმიერი ფორმით ესე გადახალისება მოხდება ამ ადამიანების და არ მოხდება ასეთი ადამიანების მიმართ ის სამართლებრივი რეაგირება, რაც აუცილებელია ასეთი საკვანძო საკითხებისთვის, ისინი აუცილებლად გააგრძელებენ იმას, რასაც დღეს ემსახურებიან. ეს ამასთან დაკავშირებით პასუხი, მაგრამ საზოგადოება მზად არის იმისათვის, როცა შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია, ყველა პროკურორი რომელიც მონაწილეობდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში დაჯდეს საბრალდებო სკამზე. ამაზე საზოგადოება შეთანხმდება. მე არ მინდა მხოლოდ ცუდზე და ნეგატივზე ვისაუბრო საგამოძიებო უწყების თანამშრომლების მისამართითაც და პროკურატურის მისამართითაც. იქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს. რა თქმა უნდა, ღირსეული ადამიანები. ძალიან ბევრი ღირსეული პროკურორები გვყავს, რომლებიც არ წამოვიდნენ ამ საბრალდებო დასკვნასთან დაკავშირებით ამ საქმეზე და საზოგადოება როცა უფრო ფართო მასშტაბით იქნება შესაძლებელი ჟურნალისტებთან ამაზე საუბარი და მზადდება ამასთან დაკავშირებითაც სიუჟეტები, იქ უფრო დეტალურად შეიტყობს ამ საქმის მიმდინარეობას, სად დაიწყო, როგორ დაიწყო, სად გაგრძელდა, ვის მიერ გაგრძელდა, ვინ აღმოჩნდა ის გამბედავი, რომელმაც თქვა, რომ მე აუცილებლად ქსეროასლზე შემიძლია ეს საქმე ბოლომდე გავიტანო
და შესაბამისად მე მადლობას მოვუხდი იმ პროკურორებს, რომლებმაც ამაზე ხელი არ მოაწერეს და ხოლო იმათ, ვინც ამაზე ხელი მოაწერეს და დღემდე უკან არიხევენ, იმათ შესაბამისად, როცა ეს საქმე დასრულდება, აუცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი ყოველ გადაცდომაზე. აქ იმდენი გადაცდომებია, ამას ერთი გადაცემა კი არა. ყოველ დღე რომ მოვიდე მე თქვენთან ეთერში ერთი წლის განმავლობაში, მე ამას ვერ ამოვწურავ. საქართველოს პრეზიდენტი ზის საბრალდებოს გამოდე. საქართველოს პრეზიდენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ევროსასამართლოს ისტორიაში არ არსებობს საქმე, რომელზეც ევროსასამართლო იტყვის, რომ ქსეროასზე შეიძლება განაჩენი დაწერო. ამიტომ თუ საქართველოში არ გადაწყდა ეს საქმე, საქართველოს პრეზიდენტის საპატრონო დაწესებულებაში გაშვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, შექმნა პრეცედენტი. აქედან გამომდინარე ეს პრეცედენტი იქნება იმისა, რომ ყველა პროკურორი, ვინც ეს გააკეთა, საბრალდებოს გამოდე უნდა ჩნდეს. გაგრძელდება და მე დავასრულებ ხა პროკურატურის და გამოძიების ნაწილს. მადლობა ღირსეულებს, ხოლო უღირსებს შესაბამისად გაეცემა ყველას პასუხი პროკურატურაშიც, გამოძიებაშიც და შესაბამისი რეაგირება ექნება. ხოლო რაც შეეხება საქმეს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს საქმე არ დაწყებულა 2 თვის უკან და არ დაწყებულა არც 1 წლის უკან. დაახლოებით ეს საქმე დაიწყო მაშინ, როდესაც ჩემი პარტნიორი გახდა ეს კონკრეტული ადამიანი. ამას საფუძველი ეყრება დაახლოებით 2019-2020 წლიდან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ სწორედაც იმ გავლენიანი ადამიანების, მეგობრობის, სახელის გამოყენების, სადღაც სახელმწიფო უწყებებში მათი ერთიზარის განხორციელების თუ ასე შემდეგ, რა სახის წნეხები მაქვს გამოვლილი აქამდე და რა სახის დათმობებზე ვარ წასული. მე შემეძლო ასევე ისიც, რომ საერთოდ რაღაცა ტიპის ბინძურ გარიგებაზე წავსულიყავი, მაგრამ არც ეს ნაბიჯი არ გადავდგი. მე მირჩევნია ვიბრძოლო და ჩემი ბრძოლით გავიდე ბოლოში და დავამტკიცო ის მე რასაც ვამტკიცებ ბოლოს 3 წელია, ვიდრე ის რომ მთელი ცხოვრება შემდეგ უღირსობის განცდამ, ესე ვთქვათ, არ მომასვენოს და ვიფიქრო იმაზე, რომ რატო გადავდგი ეს ნაბიჯი და რატო არ წავედი ბრძოლის გზით. ასე რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. თითოეული ადამიანი, ეს იქნება სახელმწიფო უწყების მხრიდან, თუ ეს იქნება ბიზნესში რაღაცა გარეშე პირები, მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები თუ ვინც არიან, ყველანი აგებთ ამაზე პასუხს. ბატონო, ჩემო ყოფილო პარტნიორო, ბატონო, ჩემო ახლანდელო პარტნიორო, ვინც ბრძანდები. შესაბამისად, აი ეს სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანამაც ახსენა, დაზარალებული ვიყავი. ეს დაიწყო 2023 წელს. ახლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, მე სანამ დაზარალებული სტატუსი მოვიპოვე აი ამ პირობებში, მე რისი გამოვლა მომიწია, სანამ პოლიციაში რო იყო საქმე. ამასაც შევეხები, პოლიციაში რო იყო საქმე, ძალიან ობიექტურად მიმდინარეობდა, სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობდა, იმიტომ რომ აქ ერთი კონკრეტული დირექტორის და ერთი კონკრეტული პარტნიორის ინტერესები კი არ იყო. ჩემს უკან არიან ადამიანები, რომლებიც არიან ემიგრაციაში, რომლებიც თავიანთ ყოველთვიურ დანაზოგს ხარჯავენ იმისთვის, რომ შვილებისთვის მომავალი შექმნან. არის ინვესტორი, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წელს შემოიტანა ინვესტიციები ქვეყანაში. მე აი ამ ხალხის ბედით უფრო ვარ დღეს აღელვებული და დაინტერესებული, როცა მეგონა რომ დასრულდა ეს დავასრულე, მშენებლობა გაგრძელდებოდა, განახლდებოდა. აი ამ დროს მოულოდნელად ჩდება საქმეში ქსეროასლი და ქსეროასლზე შეთითხნილი ბრალდება, მე ამას ბრალს ვერ ვუწოდებ. იმიტომ რომ იმ სისხლის სამართლის საქმეში ის ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში და ბუნებრივია, მათ კავშირები აქვთ ეს ამ სისხლის სამართლის საქმეში დასტურდება და როცა უკვე საზოგადოება შეიტყობს ყველაფერს ვნახავთ რა კავშირები აქვთ მათ ერთმანეთთან. ამიტომ ამ კონკრეტულ ამ ორ სისხლის სამართლის საქმეს ერთმანეთისგან ვერ გავუმიჯნავთ, ეს არის ერთიანი სისტემა, ერთიანი ბრძოლა და სწორედ პოლიციაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, იმიტომ გადმოვიდა ფინანსურ პოლიციაში, რომ აი ეს დაბრკოლებები გზადაგზა ეგრეთ წოდებული დაზარალებულისთვის ესე მეძახიან მე ხა ესენი და საერთოდ არ მაღიარებენ დაზარალებულად, მაგრამ ფაქტია, ესეც გენერალური პროკურატურის დადგენილებაა, რომ მე დაზარალებული ვარ. ამას სამწუხაროდ დღეს ვერ წაშლით და შესაბამისად საქმე არის მაყურებელს რო უთხრათ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში და იმ ბრალდებულებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ათეულობით მილიონი თანხის მითვისებაში
უდაოცნეს მტკიცებულებები. კი, უდაოცნეს მტკიცებულებები ეს ცალკე პრობლემაა კიდე, იმიტომ რომ უდაოცნაცნობი მტკიცებულება თითქმის 9 თვე გახდება მალე და არც ერთი სასამართლოს ხდომა არ გამართულა. ამასაც პასუხი აქვს ალბათ და თქვენ უფრო კარგად დაგვისაბუთებთ ამას რა არის. ხო, რა თქმა უნდა, სპეციალურად კეთდება. ეხლა რაც შეეხება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და ადამიანს რომლის გამოც ვართ ერთოთი თქვენ შეიტანეთ რამოდენიმე საჩივარი და მოითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის თმის ალიკო ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორთან მიმართებაში სისხლის სამართლების დევნის დაწყება, ასე უჩიოდით პროკურორებს და კონკრეტული გქონდათ მოსაზრებები. როგორც ფართო საზოგადოების ცნობილია ეს ადამიანი გამოიკითხა. დიახ, გამოიკითხა ეს ადამიანი ძალიან დიდი ძალისხმევის, ძალიან დიდი შრომის და ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ყოველდღიური ჩვენი საგამოძიებო უწყებასთან ჩემი და ჩემი უფლებადამცველების კომუნიკაციის შედეგად, თორე იქამდე გამოკითხვაზეც არავის დაუბარებია ეს ადამიანი. მართალია პოლიციაში როცა მიმდინარეობდა გამოძიება, იქ გამოკითხულია რამოდენიმეჯერ და საერთოდ სხვა მოსაზრებები და სხვა შეხედულებები აქვს კონკრეტულად ამ კომპანიასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა უკვე ქსეროასლი აღმოაჩინა, რომელიც აღმოჩნდა თურმე რომ ესე ვთქვათ, მისი დაცვის მექანიზმად შეიძლებოდა გამოეყენებინა პროკურატურა აი მაშინ თქვა რომ ეს ადამიანი არის დაზარალებული. ეხლა მე ამ დაზარალებულის დაახლოებით 12 გვერდიანი გამოკითხვის ოქმია. მე თავს არ მოგაწყენთ. ბუნებრივია ამას ბოლომდე არ წავიკითხავ, იმიტომ რომ მტკიცებულებების თვალსაზრისითაც წინ სასამართლოს გველოდება, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების ნაწილშიც მე არ ვთვლი რომ დღეს ყველაფერი საჯარო უნდა გახდეს. მხოლოდ რამოდენიმე საკვანძო საკითხს შევეხები ეგრეთ წოდებული დაზარალებულის ჩვენებიდან და საზოგადოებაც თქვენი სადაც საქმის მასალებიდან თქვენთვისაც ცნობილია, მაგრამ გახდება ცნობილი ეს ადამიანი რატო წავიდა ამ კომპანიიდან, იმიტომ კი არ წასულა, რომ რაღაცა ქსეროასლი აღმოაჩინა 4 წლის თავზე. წავიდა სწორედ აი ამ მტკიცებულებების და ამ გარემოებების გამო, რაც მაქვს გამოკითხვის ოქმით წარმოდგენილია ჩვენთან და რაც დადასტურებულია ექსპერტიზითაც და გამოძიებითაც. მე მხოლოდ იმ ფაქტებს შევეხები, რაც გამოძიების მიერ არის დადასტურებული და დადგენილია ექსპერტიზის დასკვნებით. გარდა ამისა ძალიან ბევრი გარემოება არის, რაზეც მე შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ვინაიდან ეს არ არის ჯერჯერობით დადგენილი გამოძიების მიერ, მე ამ საკითხებს არ შევეხები. იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხების დადგენილი იქნება გამოძიების მიერ და დაემატება რა ამ გარემოებებს და შეივსება ის ნაწილები, რომელიც ღიად არის დატოვებული გამოძიების მხრიდან და ექსპერტიზის მხრიდანაც. ხოლო რაც შეეხება დადგენილ გარემოებას, მე წაგიკითხავთ თქვენ რამოდენიმე ნაწილს გამოკითხვის ოქმიდან. ანუ კითხვა-პასუხის რეჟიმში. კი, კითხვა-პასუხის რეჟიმშია. კითხვა. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თქვენი და თქვენი მეუღლის კუთვნილი საბანკო ამონაწერების დათვალიერებით დგინდება, რომ 2020 წლის ოქტომბრის თვიდან 2021 წლის მარტის თვემდე შპს ცენტრალ თაუერის საბურთალოდან მიღებული გაქვთ 177,000 ლარი და 159,000 აშშ დოლარი, საიდანაც თქვენს მიერ ონლაინ კაზინოებში, კერძოდ ევროპა ბეტში, ბეტსონში, კრისტალ ბეტში გადარიცხული იქნა ჯამში 408,511 ლარი. მოახსენეთ გამოძიებას, რატომ იქნა სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა, გახარჯული არა მიზნობრივად. ეხლა გაჩერდია ერთი წუთი. მე მინდა ტელემაყურებლებმა მეაქციონ ერთ რამეს ყურადღება. გამომძიებლის ვას კითხვას დადგენილია რომ. რა თქმა უნდა. ანუ გამოძიება მეს დაადგინა. როცა გამოძიებამ რაღაცა დაადგინა, ამას გამოძიებიდან უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. გამომდინარე გამომძიებლის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. პროკურატურის მხრიდან. და რატომ არ უფრო მეტად პროკურატურის მხრიდან ალბათ, იმიტომ რომ გამოძიებას რაც შეეძლო ამ ეტაპზე გამოძიებას როცა ვამბობ გამოძიებაზე გამხედველია პროკურატურა.
რაც შეეძლო ალბათ ამ მოცემულობით და იმ მოცემულობით, როდესაც ერთი ზარის პრინციპზე საუბრობთ და ადამიანები ერთ ღამეში აღმოჩნდით იქ, სადაც აღმოჩნდით, ამ პირობებში გამოძიების მიმართ ამ ნაწილში ყოველ შემთხვევაში კითხვის ნიშნები არ არსებობს. გავაგრძელებ. კერძოდ აზარტული თამაშებისთვის და რატომ არ გამოიყენეთ იგი სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად? მოწმე პასუხობს. კითხვის არსი სრულად გასაგებია და მოგახსენებთ, რომ არ ვუარყოფ აღნიშნული თანხის მიღების ფაქტს. აქ ყველაფერი ნათელია, აი ეს არის მეგობრებო, ეს არის ბიძინა ივანიშვილოს სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ ადამიანის მიმართ გამოძიებამ დაადგინა, რომ ფული, რომელიც მან მიიღო სამშენებლო სამუშაოებისთვის, მომენტალურად არის, ხო ლანა გადარიცხული? მომენტალურად არის გადარიცხული. ხო, საბანკო ამონაწარებით ეს დადგენილია, ბუნებრივია, რომ ამაზე გამოძიებამ არ მიიღო გადაწყვეტილება, აი ვინც გვიყურებს ახლა ტელემაყურებელი, ალბათ შოქშია, ხო? ესეთი რამე სააკაშვილის რეჟიმის დროს არ ხდებოდა, ხალხო. და გამოდიხართ და ამბობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხეთო, ძალადობა იყო. ამაზე მე ძალადობა რა გინდათ, რომ ორი ქალბატონი მიეცით პასუხისგებაში ქსეროასლის საფუძველზე. გააქვთ არაქსეროასლით მოპოვებული მტკიცებულებები და გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. ბოდიშლანა გადაწყვეტილი ალბათ. წარმომადგენელია ეს მოწმეც შორს არ არის იმ რეჟიმიდან. მე ამაზე როცა ლაივ ჩართვები იყო, იქ ვისაუბრე და დღეს აღარ დაუბრუნდები ამ საკითხს. კითხვა, შემდეგი კითხვა. 2024 წლის 21 მაისს ეს სწორედ ის ექსპერტიზა, რომელიც პოლიციის მიერ იქნა ჩატარებული და უკვე ემზადებოდნენ სავარაუდოდ ამ ადამიანების დასაკავებლად, ამიტომ 2024 წლის მაისის თვეში ფინანსურმა პოლიციამ ექსპერტიზის მოსვლისთანავე იმავე დღეს დადგენილებით გადაიტანა ეს საქმე ფინანსურ პოლიციაში და თითქმის 2 წლიანი ბრძოლა დაგვჭირდა. თითქმის 2 წლიანი რომ საქმე დასრულებულიყო და გასულიყო ბოლოს. მაშინ როცა საწარმოდან ვაპატიეთ, რა თქმა უნდა, 150-ზე მეტი ქონების მითვისება მოხდა სამი პირის მიერ ჯგუფურად და 2 წელი დეველოპერულ კომპანიაში ჩემმა ოჯახმა ვერ მიაღწია ვერაფერს, ეს იყო წარმოუდგენლად დიდი ნერვიულობა და შრომა, იმიტომ რომ ამ ყოველფრის უკან როგორც ლანამ თქვა, იდგნენ ადამიანები, რომ მობინადრები, რომელთაც შეძენილი ჰქონდათ ბინები, იქ 2 წელი ვერ შეძლეს დევნის დაწყება, მაშინ როცა ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ როცა დადგა საკითხი, მართლა ერთ ღამეში მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ერთ ღამეში დაგვაკავეს, შტურმით დაგვაკავეს. ხო. 2024 წლის 21 მაისის ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შპს ცენტრალ თაუერის სამშენებლოდან სამშენებლო კომპანიაში მე არ ვამბობ შეგნებულად ამ სახელს ავანსის სახით ჩაირიცხა 1,718,445 ლარი. საიდანაც სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თქვენი ოფისიდან ამოღებული მასალებით დგინდება მხოლოდ 421,864 ლარის მიზნობრივი ხარჯვა. გთხოვთ გაეცნოთ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ალბათ იქ გააცნეს რაღაც დოკუმენტები და მოახსენოთ გამოძიებას 1,296,591 ლარი, რომლის მიზნობრიობაც არ დასტურდება პირადი მიზნებისთვის გამოყენებულია თქვენს მიერ თუ კომპანიის ოფიციალური დირექტორის ანუ თქვენი შვილის მიერ. ამ კომპანიაში, ამ კონკრეტულ კომპანიაში, მას რამოდენიმე კომპანიით იყო ჩემ კომპანიაში შემოსული და ამ კონკრეტულ კომპანიაში მისი შვილის კომპანია იყო, რომელმაც მიიღო ეს თანხა. და შესაბამისად ეს ისევ მასთან დაკავშირებული კომპანია და ამ კომპანიიდანაც სისტემატურად ხდებოდა ამ თანხის გადინება სწორედ აი პირველი კითხვიდან გამომდინარე. საზოგადოებას უთხრათ, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილია 10,000 ლარზე მეტი არის უკვე განსაკუთრებით დიდი ოდენობა და გამოძიება ეუბნება რომ 1,296,000 ლარისო. მიზნობრივი ხარჯვაო არ დასტურდებაო. და ამაზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ დროშიც რო ვარ შეზღუდულები 10,000 ლარზე ადამიანებს ციხეში სხედან. და როდესაც გამოძიება სვავს კითხვას და ელემენტარულად არ ძგავს ნაბიჯებს, აი ეს არის ბატონო ბიძინა პოლიტიკური მართლმსაჯულება. ბატონ ზაზა ერთ საკითხს დავამატებდი, რომ იქ როცა დაგვაკავეს, აღმოჩნდა, რომ ჩვენ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა დაკავებული, რომელმაც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის კარაქი მოიპარა. ახალგაზრდა გოგონა 21 წლის, რომელსაც კარაქი მიხვდებით რა დანიშნულებით შეიძლებოდა გამოეყენებინა, არა კოსმეტიკური, შიოდა, დიახ.
მოშივდა და მოიპარა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურა ეს ზიანი, ის მაინც პასუხისგებაში მისცეს და გოგონა ელოდებოდა იქ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს იყო ძალიან მძიმე ამბავი ჩემთვის, როცა ვიხსენებდით, რომ ტრაგედია. ხო, 1 კილო ჯართის გამო დაკავებული ადამიანების ამბავს გვახსენებდნენ და ყვებოდით 2012 წლამდე, რაღაცა 1 კილო ლობიოს გამო, როგორ აპატიმრებდნენ ახალგაზრდა კაცს თუ ბევრი მსგავსი ისტორიები გვსმენია, ხო? ერთი კარაქის გამო, რომელიც უბრალოდ ნაშიმშილად მდგომარეობაში მყოფ გოგონას არ აპატიეს და ვერ ეპატია. ასეთი მძიმე ამბავი გვაქვს, ხოლო საპირწონე და ადამიანს აქვს მითვისებული მთელი თავისი შემადგენლობით და ოჯახით მილიონობით თანხები და პასუხისგება და რეაგირება არ ხდება ბატონი ალეკო ივანიშვილის დავალებით და ბატონი ალეკო ივანიშვილი ჩაასლანა მაგ გამოკითხვის ოფში ან საქმის მასალებში გარკვეული მტკიცებულებები არის ამასთან დაკავშირებითაც კი სისხლის სამართლის როგორც პირველ საქმეში ასევე მეორე საქმეში და შესაბამისად ჩვენს არც ერთ გაჟღერებულ ასე ვთქვათ ინფორმაციას 4 წუთი დაგვრჩა და ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი თუ გაქვს კიდე გააჟღერე. ხო, ერთ მომენტს გავაჟღერებ. აი კონკრეტულად 10 ივნისის ერთ-ერთ ფაქტთან დაკავშირებით არის საუბარი, სადაც ეკითხება გამომძიებელი, რომ დაახლოებითო თქვენ განმარტავთო, რომ გიჭირავთ დაახლოებით 80,000 აშშ დოლარიო, რომელსაც გააправებთ როგორც გასაცემ ფულსო და მოახსენეთ გამოძიებასო, რაში დახარჯათ ეს ფულიო. რაზეც ამბობს, რომ ამ თანხით შეიძინა 2 ერთეული ბინა, ესეც კომპანიის ფულია, რა თქმა უნდა, კომპანიას ეხება 2 ერთეული ბინა თავისი ახლობლების სახელზე. ანა და ლანა გეკითხებით, ეს 2 ახლობელი ადამიანი აღიარებს, რომ შეიძინა ბინა 2 ახლობლის სახელზე. დიახ. გამოკითხულები არიან? არ არიან. მიუხედავად არაერთი ჩვენი მოთხოვნისა, არაერთი მიმართვისა, ბატონი კოპალიანი იყო პირველი საქმის პროკურორი და ქალბატონი სტურვა მეორე საქმის პროკურორი, ამას ვერ ვუარყოფთ, იმიტომ რომ არაერთი განცხადება გვაქვს შეტანილი და ვითხოვთ რა ამ ადამიანების გამოკითხვას, ვითხოვთ ამ 2 ბინის ირგვლივ, რა ესეთი დამაზუსტებელი, შემაჯამებელი, რაღაცა გადაიხადა, არ გადაიხადა, რამე ვალდებულება ხო არა აქ კიდე დამატებით კომპანიას იქნებ გვაქვს რამე ვალდებულება, ბატონო პაატა კიდევ ამ ადამიანების წინაშე რა ვიცი შეგისრულებთ, თუ თქვენ გვიბრძანებთ. და კიდევ ერთ საკითხს შევეხები, ეს ეხება საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ყალბი ანგარიშ ფაქტურის შექმნასთან დაკავშირებით არის საუბარი და თქვენ მოგეხსენებათ რა ფინანსური პოლიცია როგორც სიმკაცრეს იჩენს ხოლმე, როდესაც გაიგებს, რომ სადმე ყალბი ანგარიშ ფაქტურაა. პირდაპირ ესე წერია, რომ ყალბი ანგარიშ ფაქტურები გამოიყენაო? დიახ, ყალბი ანგარიშ ფაქტურის გამოყენებაო და მოახსენეთო გეხმარებოდათ თუ არაო ამაში ვინმე თუ თავად შექმნით ეს ყალბი ანგარიშ ფაქტურა. ანუ გამომძიებამ დაადგინა რომ ყალბი ანგარიშ ფაქტური არის და უბრალოდ ეუბნება ვინმე გეხმარება თუ არა. კი, უბრალოდ აზუსტებს ამას კიდე ყავდა თუ არა ამ კონკრეტულად ამ ეპიზოდში ვინმე დამხმარებირი და ლანა ერთი კითხვა უნდა დაგისვა, აი თქვენ ახლა სიყალბეზე საუბრობთ. დიახ. და ამით დავამთავრებთ. უბრალოდ თქვენ განდებით კომპანიის დირექტორი. დიახ. და როდესაც ხდებოდა ბინების გაფორმება, დიახ. თქვენი ხელმოწერის გარშე რანაირად გაფორმდა ეგ ბინა? ხო, აი მის ახლობელზე რატომღაც ესე აღნიშნა. აი რანაირად გაფორმდა? თქვენი ხელმოწერა იყო იქ? ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც ჩანიშნულია და დღეს-დღეს არა, მე მაინტერესებს თქვენი ხელმოწერა იყო თუ თქვენი ხელმოწერა იყო გაყალბებული? ჩემი ხელმოწერა იყო გაყალბებული. ამაზეც გამოძიებას დიდი ხანია ინფორმაცია აქვს, თუმცა რატომღაც არც პროკურატურა და არც საგამოძიებო სამსახური არ ნიშნავს მარტო ყალბი ექსპერტიზის და მის ქსეროასლის ექსპერტიზებით არიან დაკავებული და რეალურად სადაც დედანი დოკუმენტი დევს და ვამბობ რომ აღნიშნული ხელმოწერა არ მეკუთვნის მე კომპანიის დირექტორს და იქნებ თქვენ გამოძიება დაინტერესდეთ ამ ფაქტით და ჩაატაროთ, იმიტომ რომ ეს დედანი დოკუმენტი მათთან ინახება, ამოღებულია შესაბამისი წესით. თუმცა დღემდე ამასთან დაკავშირებითაც არავის რეაგირება არ მოუხდენია. ერთი სიტყვით მინდა და დავასრულებ მე ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე არის ერთ-ერთ მის მეგობართან დაკავშირებით კითხვა დასმული, ყოველ შემთხვევაში თვითონ უწოდებს მეგობარს ამ ადამიანს, რომელსაც მან აჩუქა დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართობის. ვისი თქვენი კომპანიის ბინა? ჩვენი კომპანიიდან. ნახეთ რას ამბობს. ზემოაღნიშნული დახმარების სანაცვლოდ გადავწყვიტე მისთვის მეჩუქებინა 300 კვადრატული მეტრი ბინა. მას ჰქონდა უფლება ეჩუქებინა?
თქვენი ყავით დირექტორი. ხო, მე ვიყავი დირექტორი, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს სხვადასხვა სახის მტკიცებულებები და გარემოებები, თუ რის გამოც გავხდი მე იძულებული, რომ ამ ადამიანისთვის ეგრეთ წოდებულ გადაცემულ ბინაში და ბინის სანაცვლოდ დავთანხმებოდი და მას ეს ტერმინი დღეს გამოეყენებინა, რომ მას აჩუქა ეს ბინა. მე გადავწყვიტე მეჩუქებინაო. ყოფილი პარლამენტარიაო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაზე ამახვილებს ყურადღებას. ადმინისტრაციულ ორგანოებთან აქვს კომუნიკაცია, არის ყოფილი პარლამენტარი, ბევრ ადამიანთან ურთიერთობს თბილისის მერიაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში კონკრეტული საბუთის დაჩქარება და მიღება, თუმცაო აქვე ამბობს, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო აქო, რა ვიცი, კორუფციული ნიშნები და საზოგადოებას მივანდობ ამას. ჩვენ ვიცით რა მერიასთან ასეთი ტიპის ადამიანები როგორ არიან დაახლოებულები, ნიშნავს თუ არა ეს კორუფციას, თუმცა ჩვენ საგამოძიებო ორგანოებსაც, როცა მივმართეთ იგივე ფინანსურ პოლიციასაც, მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც, თუმცა რატომღაც კორუფციის ნიშნები ჯერჯერობით რატომღაც არ არის გამოკვეთილი და დადგენილი და 10-15 წლის შემდეგ შეიძლება მე მეტმა დაუპაროს 10-15 წელი არ დადგეს ამ საქმეს ეფექტური გამოძიება, მაგრამ უბრალოდ მე მინდა უთხრა პატივცემულ ტელემაყურებელს და რადიოსმენას, რომ ჩვენ მოვისმინეთ რაღაც შემზარავ ისტორია, მტკიცებულება, რომელიც დაადგინა პროკურორმა. აი ბოლო მტკიცებულება ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრებო, რომ ადამიანი ამბობს, რომ მეო ყალბი დოკუმენტს გამოყენებითო ჩემ ახლობლებზე ბინა გავაფორმე, აი ვიცი იურისტი მეყურებს. და ეს ადამიანები გამოკითხული არ არიან და ბრალიერად დაყენებული. ეს არის ერთ-ერთი შემზარავი ისტორია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მოხდა და მე ვალდებული ვიყავი სამოქალაქო საზოგადოებისთვის წარმედგინა დები ქაჯაიები, ქალბატონი ლანა ქაჯაია, თარბატონი ანა ქაჯაია, ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. დღეს ამით მინდა დაგემშვიდობოთ, კარგად დანდებოთ. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა საზოგადოებას ყურადღებისთვის.